ჩვენ მოვედით დღეს რომ შევიტანოთ პროკურატურაში განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე 3 წელია, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და სამართლიანობის აღდგენა ჯერ არ დამდგარა. სამართლიანობის აღდგენა არ დადგა არავისთვის, გარდა ქართული ოცნების წარმომადგენლებისა. ისინი ხელფასის მომატებიდან დაწყებული ჯიპების ცვლით დამთავრებული არიან დაკავებული და სამწუხაროდ ადამიანები, რომლებიც 26 მაისს, რომელიც ნოემბერში დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის იდგნენ, მათ მიმართ არანაირი ხარდასაჭერი ნაბიჯები ხელისუფლებისგან არ იქნა გადადგმული. ჩვენ კონკრეტულად საუბრობთ და ვეკითხებით ხელისუფლებას, სად არის რეაბილიტაცია ამ ადამიანების, სად არის ნასამართლეობის მოხსნა, სად არის ქონების დაბრუნება, სად არის იმ პროკურორების განაჩენი დაყენებული, რომელთაც მიუძღვით 26 მაისს და ნოემბერს აი ამ სისხლიან ქმედებებში რომელთაც დაფარეს ეს ქმედებები, ეს არაფერი არ გაკეთებულა და რაც მთავარია, ჩვენ წარვადგინეთ არაერთხელ საქართველოს პროკურატურაში ჩვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისს ჩვენი პარტიის წევრები და არა მხოლოდ პარტიის წევრები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ, მათ მიმართ განხორციელებული იყო ყველა ის ქმედება, რასაც სამართლებრივი ქმედება ქვია. მათ არ მოუხსნეს არც ნასამართლეობა, არც ქონებაა დაბრუნებული და რაც მთავარია, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ჩვენი განჩინება ამ ფონზე, ამ შენობამ, სადაც მოკალათებული არიან ისევ ამბობ ის გამომძიებლები, ნაწილი იმ გამომძიებლების, რომლებიც 26 მაისს ხალხის დარბევას ფარველობდნენ და ნაწილობრივ მონაწილეობდნენ, მათ თითზე არ აქვთ არანაირად დადებული. აი ამიტომ ქონებაზე საუბრობ. რომელიც ჩამორთმეული იქნა უბრალოდ ადამიანებს წამოათ, ზოგს ბინა წაართვეს, ზოგს მანქანა წაართვეს, ზოგს სახში შეუვარდნენ, ას რეაბილიტაცია მომხდარა მათი. ამიტომ ჩამონათვალი ვინ არიან ეს ადამიანები? უამრავი ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი ამ ადამიანების და ამიტომ მოვითხოვთ, რომ აღდგეს სამართლიანობის აღდგენა ეს არ არის ის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ფარსი ვნახეთ ხელისუფლების მიერ დადგმული. სამართლიანობა არის აღდგენა არის ის, რასაც 2012 წლიდან საქართველოს მოსახლეობა ითხოვდა. ამიტომ ჩვენ ამას ჩავაბარებთ დღეს პროკურატურას, იმედია ისინი მიიღებენ და ჩვენ მოვითხოვთ მათგან პასუხს, ქმედებას და თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ უფრო ქმედით ზომებს, უფრო მკაცრ ზომებს კანონის ფარგლებში მივიღებთ, კანონის კონსტიტუციის ფარგლებში მივიღებთ იმისათვის, რომ საქართველოში აღდგეს სამართლიანობა. აქ არიან ადამიანები, ჩემს გვერდით დგანან, რომლებიც არამხოლოდ პოლიტიკური პატიმრები არიან, რომელთა მიმართ ძალიან ბევრი არასამართლებრივი ქმედება იქნა განხორციელებული, ვიმეორებ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო მათი განცხადებები, მათი საქმე წარმოებაში და სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება დღევანდელი პროკურატურის სახით ამ ადამიანებს პასუხს არ აძლევს. ჩვენ კიდევ 2013 წელს ყველა ეს მასალა მოვიტანეთ პროკურატურაში, მაგრამ სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვახსენებთ ხელისუფლებას, თუ არ უნდა რომ ხალხი ჩვენ არ გულისხმობთ ჩვენთან საზოგადოებამ აბსოლუტურ უნდობლობა გამოუცხადოს და კინწისყრით გამოყარონ ისინი თავიანთი თბილი კაბინეტებიდან, უნდა ქმედებები განახორციელონ. დაზარალებული ვარ, 12 წელი მქონდა მოშლილი. პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვედი, მაგრამ არანაირი გამოსვლისთანავე შევიტანეთ განცხადება, არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და მოვითხოვთ ისევ იმ აღდგენას, ნასამართლეობის მოხსნას, რეაბილიტაციას, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას და ყოველივეს.